გავუცვი და გავიმზადე და მივდივარ საფრენად. არ სამაგერ ნახატი დავკიდე. თემულა გამოვიწერ. ხო და ეხლა მივდივარ საფრენად, ჯერ უბრალოდ 2 საათიანი ლექსი მიქნება თუ 3 საათიანი. ეხლა არის 12 საათი შუა დღის და დღეს უნდა გაღამის ფრენა, night rating-ი და ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე იქნება, იმიტომ რომ 3 საათიანი ლექცია, მე ეგრევე თვითფრენაში უნდა ჩავხდეთ, გავფრინდეთ, ну უკვე დაღამების პირას უნდა ჩავფრინდეთ ოსტრავაში, დაახლოებით 2 საათი გვინდა ოსტრავამდე, გააჩნია ქარებს, შეიძლება ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები. ოსტრავაში უნდა ჩავფრინდეთ, ოსტრავაში დავაშვებით, ცოტა ხანი დავისვენებთ, რომ კარგად დაღამდეს თან, როგორც კი დაღამდება კარგად, ავფრინდებით, დაჯდომა ფრენა უნდა გავაკეთებ ინსტრუქტორთან ერთად, რაც დაახლოებით 2 საათი გაგრძელდება ალბათ და მე კიდევ დაახლოებით საათნახევარი ვიფრენ მარტო სოლოზე, ღამე. ვერ წარმოვიდგენთ უბრალოდ რა სიბნელეა ჰაერში ღამე. მაგას განახებთ, მაგიტომაც ვიღებ vlogs. და რავი, წავედი ახლა რა, თორე ძალიან დამაგვიანად რაღაცები უნდა წავიღო, რედებული და რაღაცები, რომ ფიზიკურად არ მოვკვდე ღამე. ახლა ვართ ბრიფინგის ოთახში, მოვედი სკოლაში. ეს არის ასტროკონტროლის ოთახი, სადაც გამოსტატ უწერები ბიგლის, სადაც ლიცენზია ავიღე, ასე გამოგურება. და ახლა უნდა გავუშვათ 2 საათიანი ლექცია ღამის ფრენისთან დაკავშირებით. და მე წავალ საფრენად. მაგრამ ამ მომენტისთვის ძალიან ქარია, 39 ნოცია გასდი, რაც ძალიან ბევრია. ამიტომ თუ ქარი არ ჩადგა, შეიძლება ვერ ვიფრინოთ, მაგრამ ნახოთ რა, წესით მაინც ვიფრინოთ. A few moments later. 2 hours later. 1 eternity later. ეგ არის ეს ძველი ანტონოვი აღენია ჩვენთან აეროპორტში ამით ხტებიან ხოლმე პარაშუტებით. ეს NA-72, აქ არის ჩვენი თვითფრინავი, ის დღეს ვიფრენთ. Oscar Kilo Fox Alpha Bravo. მოვედით თვითფრინავთან. ხენია. ახლა შევამოწმე და ვიმზადებ გასაფრენ ჩვენს გარდა არავინ არ არის აეროპორტში, ცოტა ქარიანი ამინდია და უკვე სადღაც 10 წუთში სადღაც ვიქნებით ჰაერში. და მე დაგიბრუნდებით, იმიტომ რომ ძალიან გვეჩქარება უნდა ჩავფრინდეთ ოსტრავაში სასწრაფოდ. წესით ოსტრავამდე გვინდა 2 საათი, ну საათნახევარი, მაგრამ საათნახევარი ცოტა მეტი. მაგრამ დღეს ძალიან მაგარი ქარი გვაქვს ზურგის და გვჭირდება 1 საათი. ეხლა ვარ ვიფრინავთ ოსტრავასკენ, ვარ 4500 ბუდეტზე, ჩემი ხა კარგად უნდა ისვადეს. წინ არის კამერაში კიდე კარგად ჩანს, თორე რეალურად უფრო სიბნელეა, აქეთ არის პატარა ქალაქი. სადღაც 40 წუთში ჩავფრინდებით, ეს გამოიყურება ჩვენი ფრთა. ცოტა საშიშია კი, იმიტომ რომ არაფერი არ ჩანს საერთოდ და ეს უფრო კიდე დაღამდება. ეხლა კიდევ ლამაზი მზის ჩასვლა უკან და არაფერი დიდი პრობლემა არ არის, მაგრამ რეალურად უფრო სიბნელე რო იქნება, არაფერი არ გვაქვს რომ დავინახოთ ძირს გარდა სინათლეების, აქედან გამომდინარე ცოტათი უფრო საშიში ხდება სიტუაცია, მაგრამ რა თქმა უნდა არა უშავს. Now it's good. Yeah, nice. You can see the strobe. ეხლა ვართ 4500 ფუტზე და უკვე სიბნელეა, ანუ არ ვიცი როგორ ჩანს კამერაში, მაგრამ საშინელი სიბნელეა. და არაფერი არ გვაქვს ახლოს, არც highway, არაფერი რო რამე მოხდეს რო დავერქვათ, მაგრამ რას ვიზავთ ეხლა, რაც არის, ეგ არის. ყურადღებით ორივე რო არაფერი გამოიყაროს, იმიტომ რომ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, იმიტომ რომ ემერჯენსის შემთხვევაში არაფერი არ გვაქვს ახლოს, აქედან გამომდინარე ვერ ვიღებ ვიდეოებს ახლა. წავედი რომ დავეშვებით, მერე მოვალ. მერე ჩავთავ ვიდეოს. დავეშვით, ცუდად უნდა ისმოდეს ეხლა ჩემი ხმა, მაგრამ არ აუშავს. აგერ არის Boeing 717, აგერ ეს თვითფრინავი. Okay, let's go. კონტროლებადი აეროპორტია, ახლა ხან თვითფრინავს დავტოვებთ, დავისვენებთ. Yeah. Almost the cycle for 17 to fuselage. Yeah.
ხო, აქ არის Bonsuso 17, აქ არის ეს ლამაზი თვითმფრინავი და აქ არის ჩვენი ოსკიტო სოფო ბრავო. ეს ვარ ტერმინალს ნახან დავისვენებთ და ეგ არის. აგერ არის აიგანის თვითმფრინავი, ჩვენი თვითმფრინავი ეგერ აყენია. Cessna 152 Neo. და ეხლა მივდივართ რო ვიფრინოთ, ავფრინდებით და დაჯდომა ფრინო გავაკეთოთ, ცოტა ხანი დავისვენეთ. მე ყავა მაქვს, აი კომპიუტერი აქ მაქვს, დაცვია ესე ვთქვათ მაღალი visibility-ის ჯეკეტი, რომ კარგად დამინახოთ, ხვალ თვითმფრინავი პილოტებმა რო არ დამეჯახონ. წავედი. დავეშვით ახლა, ეს კი ეთელზე მაქვს. დავეშვით, აგერა ჩვენ თვითმფრინავი, უკვე გამიშვა სოლოზე და ახლა ნახევარ საათი დავისვენებთ და მე წავალვიფრენ მარტო. და აქ არის ულამაზესი Airbus A321 Neo. და ხო, ძალიან დავიღალე, 10 საათია. ახლა უნდა ვიფრინო მარტო, 2 საათი უკვე ვიფრინეთ ერთად. ნუ ჯერ აქ გადმოვფრინდით 2 საათი, ახლა კიდე 2 საათი ვიფრინეთ. დაჯდომები ვაკეთეთ სრულ სიგნალში და ახლა წავალ მარტო. სოლოზე და მე მთელი ღამე აქ უნდა ვიყო და გამთენისას უნდა გავფრინდეთ კიდე. აქ უნდა დავიძინოთ. ეს არის Airbus 121 Neo, რომელიც პილოტობას მინდა მომავალში. კაი, წავედი ახლა. ახლა გამოვედი, უკვე ვიფრინე ღამის ფრენა. უბრალოდ ვერ გადავიღებდი ფიზიკურად, იმიტომ რომ მარტო ვიყავი აი ამ უკნელეში. აქ დავაკეთე 5 აფრენ დაჯდომა. შუა დღის 12 საათიდან გამოსულები ვართ რა. 3 საათიანი ლექცია მქონდა, 3 საათნახევრიანი. მე წავით აეროპორტში, გამოვფრინდით აქ, 2 საათი ვიყავით აერში, დავეშვით, 1 საათი დავისვენეთ. მე გავაკეთე 10 დაჯდომა აფრენა ინსტრუქტორთან ერთად. მე დავისვენე ნახევარ საათი და გავფრინდი მარტო სოლოზე, რომ მიმეღო ღამის ფრენის რეიტინგი, აი ესეთ უკვე სიგნალში, სრულიად მარტო ჰაერში. ეხლა კი არის ღამის 4-ის წუთები და ბრუნდებით უკან და ძალიან მეძინება, აი ძალიან. მით უმეტეს როცა ღამეა უფრო მალე იღლება ადამიანის თვალი, მე ენერგიას ხარჯავ და მალე იღლები. მით უმეტეს როდესაც სოლოზე მიდიხარ და ცოტას ნერვიულობ კიდევაც. აქ არის ჩვენი თვითმფრინავი, აქ არის Airbus A321 Neo, აიგანის ავიაკომპანიის ათენიდან ოპერირებს ეს და ხო, ეხლა ცოტა ხანში ჩავასხოთ საწვავს და გავფრინდებით ლეტენანტისკენ ჩვენს აეროპორტში. ნუ აქამდე იმიტომ არ გავფრინდით, რომ ჩვენი აეროპორტი ღამე არ ოპერირებს, ანუ არ აქვს ღამის განათება და არ არის ღამისთვის. აქედან გამომდინარე, აქედან უნდა გავფრინდეთ ღამე, რომ იქ ჩავფრინდეთ დღე. ძილის ვლაპარაკობ, არა თან ძალიან ცივა. მე რა უშავს. რაც თავარია სოლო ვიფრინე და ყველაფერი გავაკეთე. თან კარგი დაჯდომებიც მქონდა. უბრალოდ ვერ გადავიღე. ფიზიკურად ვერ გადავიღე, იმიტომ რომ კონცენტრირებული ვიყავი ფრენაზე, მაგრამ ეს სრულდება night rating-ი, რო ჩავალ პრაღაში, მე უფრო უკეთესად დაგელაპარაკებით. ბრუნდებით ლეტნანის აეროპორტში პრაღაში. ოსტროვადან დაახლოებით 2 საათი გვინდა. ეს გამეყურება თვითმფრინავი. ჩოქსები ადგილზეა. Das გამეყურება Airbus A321 Neo, რომლის პილოტობაც მინდა. მაგრამ ჯერჯერობით ამას უნდა დავკმაყოფილდე. ყველაფერი კარგად გამოიყურება თვითმფრინავთან დაკავშირებით. არაფერი სპეციფიური. ხო, ძალიან ცივა და შუშასაც ეთყობა. მაგრამ არა უშავს. კი ბატონო, ყველაფერი წესრიგშია. უკეთესად ჩავამოწმებ, რა თქმა უნდა, თვითმფრინავს ცოტა ხანში. და წავალთ. სრული სიგნალია. დავიღალე, ძალიან მეძინება. ეგ არის გამოვფრინდით ოსტროვადან. ეხლა ვარ 7000 ფუტზე, საათი არის 4 საათი UTC-ის დროით.
რაც არის ჩეხეთის დროით 5 საათი და ეხლა ვართ ბრნოს თავზე. ეს არის ბრნო, ვართ 7000 ფუტზე. ასე გამოიყურება ბრნო, არ ვიცი როგორ ჩანს კადრში. აი ესე, კარგად უნდა ჩანდეს ეს. დაგვჭა კიდევ დაახლოებით საათ ნახევარი, საათი და 40 წუთი, თანამ ჩავალთ რაღაცში და ჩვენ კიდე ძალიან დაღლილები ვართ. იმიტომ რომ 12 საათიდან გამოსულები ვართ, როგორც უკვე იცით, მაგრამ არა უშავს. რო ვიცი, ჩემი ხმა ისმის თუ არა კარგად, მაგრამ ისევ მივფრინავთ რაღაცში. ეხლა არის დრო 4:41 UTC, ანუ 5:41 ჩეხეთის დროით. ზე ამოდის, არ ვიცი როგორ ჩანს. მაგრამ მზის ამასულა გვაქვს. დავეშვებით სადღაც estimated time to destination არის 45 წუთი. ის ბახტონაობს, იმიტომ რომ ტიჩკარე იცვლება. და წავედით და დავეშვებით და მერე შემოგერთდებით, თორემ ძალიან დაღლილი ვარ, უკვე აღარ შემიძლია. Walking alone, the streets are empty. The only thing I can see is my own silhouette. I'm getting stronger, step by step. The clock is ticking, but there's no time for regrets. I've been flying from town to town, from London to Taiwan. I've been all around the globe, trying to protect your soul. დავეშვით, დავბრუნდით პრაღაში. და ეხა ჩავალაგებთ დოკუმენტებს და წავალთ სახლებში. 16 საათის შემდეგ აქედან დაახლოებით 7 საათი ვიყავით აერში. ეხა გავარკვი, ანუ 7 საათი გავატარეთ აერში. და 16 საათია ვარ წასულები ოსტროვაში. ანუ გუშინ შუა დღეს 12 საათზე გავფრინდით და ეხლა ჩამოვფრინდით გამთენის 7 საათია რა. 7 არ არის, ჯერ 6 და 40 იყო წერა. წავედი ჩავალაგე დოკუმენტები და წავედი სახლში და მე დაგელაპარაკებთ კარგად, იმიტომ რომ ეხლა ძალიან მეცინება, წამი არ მძინებია. Little Interview, you have to ask questions in interview. Flight was smooth and good. Student Was smooth be honest. and good. All the landings was good. All. It's the Thanks. first time all the landings were good. Thanks. No hard landings, no drop down from the high flare, exactly as briefed. Communication procedures, solo went well. Everything else according to plan. All the refuelings, all the waypoints, all the calculations were done properly. During flight, good synergy. During like low workload situations when we were both slightly fatigued. Good CRM, managing tasks, dividing controls, taking breaks on the last flight. During the flight, good situational awareness, because on night it's hard to notice sometimes because you are so overoccupied. But when you were making approaches, you notice many occasions something on the runway, maybe some lights, some other traffic. We saw the Aegean coming and joining from the radar control, but we were joining the pattern. Holding procedures, only one thing I would like to highlight: if you are holding, just try rate one turn, try not to bang too much so the radius got shorter. If you're orbiting, that's going to give you better situation, better control of the airplane and less subjectivity to let's say illusions, right? But since the first landing you were continuing as briefed, so I think it was a good learning curve. We managed everything. Flight plans, we submitted different types of flight plans. Even to go, we submitted a flight plan, we submitted a flight plan for solo, we submitted flight plan for the cross country. You're aware of how to file it, how to send a delay message. So, and the weather was perfect and still perfect. So all in all, was one of the best night ratings. Yeah, so we are tired, but we did a good job. 7 hours roughly flight time. And we'll go home and have a good sleep. Yeah, me too.
So Job well done. it's because of you, best instructor. And because of the student, best student. Yeah. Thank you. ასე გამოვიყურები. რომ გუშინ გავედი სახლიდან 11 საათზე. აეროპორტში სკოლაში ყოფილიყავ 12 საათზე. ეხლა არის 8:53. ანუ ესე იგი თითქმის 24 საათი, ну, 24 არ არის, ჯერ 20 საათი ვარ სახლიდან წასული. თელეგრამი გავათენე, თელეგრამი ღამეში 7 საათი ვიფრინე. ანუ თითქმის თელეგრამი ვიფრინეთ. და ძალიან დავიღალე, იმიტომ რომ ღამის ფრენა 2 მაგად, 3 მაგად თუ არა, უფრო დამღლელი. You go ahead, go to sleep. I'll